ეხლა სიახლეებისთვის დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ელჩ ჯონ ბოლტონს, რომელიც იყო აშეტეშის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში და ასევე აშეტეშის ყოფილი ელჩი გაეროში. ის პირდაპირ ეთერში გვერდება ვაშინგტონიდან. ბატონო ელჩო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ მუდმივად ვისმენდით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს, რომ ირანს ნამდვილად სურს შეთანხმება. და ეხლა ეს თავხედური ნაბიჯი ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ფაქტობრივად აჩერებს დიპლომატიურ მცდელობებს აშშ-ოსთან, ამავე დროს კი ადანაშაულებს ისრაელის თავდასხმებს ლიბანსა და ღაზაში. რას ფიქრობთ ამ ნაბიჯზე, რომელიც რეჟიმმა ეხლა გადადგა? მადლობა მოწვევისთვის. ფიქრობ, ეს ირანული პროპაგანდის ნაწილია. ფიქრობ, ისინი ცდილობენ ისრაელი დაადანაშაულონ იმაში, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის, ირანთან არსებულ მთავარ კონფლიქტთან დაკავშირებით. მაგრამ საინტერესოა, რომ ამას აკეთებენ, რადგან ეს ნამდვილად ამტკიცებს, რა ინტერესიც აქვთ ჰეზბოლას დაცვაში, რომელიც აშკარად მათი პროქსი ქსელის მთავარი ტერორისტული მოთამაშეა. მოусმინეთ, ფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტა მთლიანობაში ირანს მოუტანა სარგებელი. ეს მათ საშუალებას აძლევს გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც მათ აშშ-სა და ისრაელის თებერვლის ბოლოს დაწყებულმა თავდასხმებმა მიაყენა. რა თქმა უნდა, ირანი იტანჯება ბლოკადისგან, რომელიც ხელს უშლის მას ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვაში. მაგრამ უფიქრობ, რეჟიმი ამას აღიქვამს, როგორც სიმტკიცის გამოცდას. მათ არ აინტერესებთ, რა ბედიელის ირანის ხალხს ეკონომიკური თვალსაზრისით, მაშინ როცა იციან, რომ ტრამპი ზეწოლის ქვეშაა ბენზინის ფასის, ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გამო, რომლებიც შეიძლება ნოემბრის არჩევნებზე იმოქმედოს. Then I think რეჟიმი მიიჩნევს, რომ მათ მეტი სიმტკიცე და მეტი მიზანდასახულობა აქვთ ვიდრე ტრამპს. და ეს ტრამპს არ აიძულებს კიდევ უფრო მეტი დათმობა გააკეთოს. ტრამპმა თქვა, რომ არ აინტერესებს, მაგრამ ეს მხოლოდ საჯაროდ თქვა. ნახავთ რა მოხდება. რა თქმა უნდა, ყველა ყურადღები გადევნებს თვალს ბოლო მოვლენებსა და რეაქციებს. ცოტა ხნის წინ ირანის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ თუ ისრაელი დაარტყამს ჰეზბოლას ბეირუთში, თეირანი ისრაელის ჩრდილოეთს სამიზნედ ამოიღებს. ეხლა ვიცით, რომ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, რას თხოვს ამ მომენტში ამერიკის ლიდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრს? ან რას თხოვს, რომ არ გააკეთოს? თქვენი აზრი მაინტერესებს. აგი, ვფიქრობ, რომ ისრაელს ლიბანთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს მიცემული. სანამ ირანის რეჟიმი ბირთვულ საკითხზე და სხვა მრავალ საკითხზე რაიმე დამაკმაყოფილებელს არ შემოგთავაზებს. ფიქრობ, საბოლოოდ თუ ტრამპი ითხოვდა, რომ ლიბანში საქმიანობა უნდა შეჩერდეს, ბიბი ნეთანიაჰუს ბევრი არჩევანი არ ექნებოდა. მაგრამ არ მგონია ტრამპს ამ ეტაპზე ეს აწყობდეს. და ვფიქრობ, გულახდილად რომ თქვა, გონივრულია, ეხლა ჰეზბოლას წინააღმდეგ იმ ძალით იმოქმედონ, რამდენიც ისრაელს შეუძლია მოაგროვოს. რადგან არ ვიცით, რამდენი დრო გავა, სანამ შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს, მიუხედავად იმისა, რაც ახლა ჩანს, სანამ ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა. ეს ნამდვილად საინტერესო თამაშია, რომელსაც ირანი თამაშობს. ვიცით, რომ თეირანმა განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანში არ ღვევს აშეთეში ირანის ზავს. და ფაქტობრივად ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებით თეირანს საშუალებას აძლევს დაადანაშაულოს ისრაელი, როცა მოლაპარაკებები კატარისა და პაკისტანის შუამავლობით დიდხანს იწელება და ირანი აბრძელებს ამ საკითხის გადადებას. როგორ ფიქრობთ, დონალდ ტრამპი როგორ უპასუხებს ამას? არის ის ქაღალდის ვეფხვი თუ ახლა მოქმედების დროა? ჩემი აზრით, ის საკუთარივე შექმნილ მახეში აღმოჩნდა. ვფიქრობ, მას არ ჰქონდა მკაფიო მიზნები, როდესაც ირანზე თავდასხმები დაიწყო. მე უკვე 2000 წლის განმავლობაში ვუჭებ მხარს რეჟიმის შეცვლას. თითქმის იმდენი ხანია, რამდენიც ბიბი ნეთანიაჰუ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ტრამპის მიზანი. მგონია, ტრამპს სურს ამ ყველაფრიდან გამოსვლა. ფიქრობ, მას სურს შეძლოს გამარჯვების გამოცხადება, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დასრულება, გლობალური ნავთობის ფასების დაწევა და ამერიკაში ბენზინის ფასების შემცირება. მაგრამ ამავე დროს მან იცის, რომ თუ ის დადებს ცუდ შეთანხმებას ობამას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან ან სხვა რამესთან შედარებით, თუ ძალიან ბევრ დათმობაზე წავა ირანთან, მას საჯაროდ გააკრიტიკებენ და ის ამაზე სულ უფრო მეტად დაუცველი ხდება. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, ის იმედგაცრუებულია და ვფიქრობ, გარეგნულად კი ისე აჩვენებს თავს. კარგი, მე ნამდვილად არ მადარდებს. შემიძლია დავიცადო. ჩვენ არ გვჭირდება ამ შეჩერებაზე ნერვიულობა. ფიქრობ, ის ძალიან ნერვიულობს ამაზე, რადგან უკვე ვნახეთ, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა და საფონდო ბაზრები დღეს დაეცა.
ფინანსური შედეგების გარდა, როგორც უკვე ახსენეთ, მას არ ეჩქარებოდა შეთანხმების მიღწევა და მაინც არსებობს შუალედური არჩევნები, ამერიკელებზე ცხოვრების გაძვირების გავლენა და შემდეგ ვისმენთ ცნობებს მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ შეშფოთებებზე. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ თქვენ ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი იყავით, ეს ნამდვილად წარმოადგენს ომისთვის დაბრკოლებას. რა საკითხები უნდა გაითვალისწინოს მან საკუთარ ქვეყანაში, სანამ იტყვის, რომ საკმარისია და შესაძლოა სამხედრო მოქმედებები განაახლოს? სანამ ომი დაიწყებოდა, მან ვერ შეძლო ამერიკელი ხალხისთვის სათანადოდ აეხსნა თავისი პოზიცია. რატო წარმოადგენს ირანის პოლიტიკა საფრთხეს აშშ-ისთვის, აშკარად საფრთხეს უქმნის ისრაელს. საფრთხეს უქმნის ჩვენს მეგობრებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში, მაგრამ უშუალოდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, ეს მხოლოდ ერთი გამოსვლის საკითხი არ არის. ეს მომზადების საკითხია, როგორც ჯორჯ ჰეი ბუშმა გააკეთა, სანამ სადამ ჰუსეინს ქუვეითიდან გააძევებდა. მას შემდეგ, რაც სადამმა ქუვეითი 1990-1991 წლებში დაიპყრო. და ამიტომ, რადგან ტრამპს საზოგადოებრივი მხარდაჭერა დიდად არ აქვს, უმეტესობა გამოკითხვების აჩვენებს, რომ ომის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითია. ის შეშფოთებულია, რომ მან მანევრისთვის მეტი სივრცე აღარ დარჩა. და ვფიქრობ, სწორედ ამაზე ამყარებენ ირანელები იმედს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ შეძლებენ მასზე მეტი ზეთი ზეწოლის მოხდენას, თუ დაარწმუნებენ, რომ მხოლოდ ისრაელია ის, რაც მათ და შეთანხმებას შორის დგას, იმედოვნებენ, რომ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ისრაელზე, რომ შეჩერდეს. და ვფიქრობ, მათ გაითავისეს ის, რასაც შეიძლება ხალხმა თაკოს ფენომენი უწოდოს. ტრამპი ყოველთვის უკან იხევს. ირანის რეჟიმი იმაზეა გათვლილი, რომ უფრო მკაცრი და მტკიცე იქნება ვიდრე ტრამპი. არსებობს ცნობები, რომ აშშ-ში ზეწოლა გავლენას ახდენს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის შესაძლო ნაბიჯებზე დაჰიაში, ჰეზბოლას კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. ეს ვითარება ჯერ კიდევ ვითარდება. ველოდებით, ვნახოთ, ნამდვილად ასეა თუ არა. მაგრამ აქ ბევს ბატონელჩო გაუკვირდა, რომ ისრაელი ფაქტობრივად გვერდზე იყო გადადებული, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ სრულად ჩართული არ იყო აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ძალისხმევაში, რაც რა თქმა უნდა ბევს ამბობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთობლივმა ოპერაციებმა ეპიკური რისხვა და მღრიალა ლომები ერთად მოახდინეს ის გავლენა, რაც თებერვლის ბოლოს ვიხილეთ. როგორია თქვენი შეფასება ამ ეტაპზე ორი ლიდერის, ამერიკისა და ისრაელის ლიდერების ურთიერთობის შესახებ, როცა მთელი რეგიონისთვის ასეთი კრიტიკული მომენტია? იცით, მოკავშირეებს შორის ურთიერთობები ბრძოლის ველზე არასდროს არის იდეალური. შეგიძლიათ გაიხსენოთ ფრანკლინ რუზველტსა და უინსტონ ჩერჩილს შორის ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს სულაც არ იყო მარტივი, მაგრამ ფიქრობ, რომ ტრამპმა ამ ეტაპზე ისრაელს საკმაოდ თავისუფალი მოქმედების უფლება მისცა ლიბანში და მე გავაგრძელებდი ამით სარგებლობას. რეალობა ისაა, რომ თუ ტრამპი გადაწყვეტს, რომ სურს ყველა მტრული მოქმედების შეჩერება კონკრეტულ მომენტში, ისრაელისთვის ძალიან რთული იქნება უარის თქმა. ამიტომ, სანამ ნეთანიაჰუ თეთრი სახლისგან მკაფიო არას არ გაიგებს, არ ვფიქრობ, რომ მას ეს შესაძლებლობა უნდა გაუშვოს ხელიდან. რადგან ჰეზბოლასთვის ზიანის მიყენება არა მხოლოდ ისრაელსა და ლიბანის მოსახლეობას ათავისუფლებს ჰეზბოლას საფრთხისგან, არამედ ასევე ასუსტებს ირანის გავლენას რეგიონში. და ეს სარგებელს მოუტანს როგორც აშშ-ს, ასევე ისრაელს. ირონია ისაა, რომ ამ რეგიონში ბევრი ფიქრობს, თითქოს აშშ-ს ფაქტობრივად ისრაელი უკან დაუჭერია და არ აძლევს საშუალებას ბოლომდე გაანადგუროს ჰეზბოლას საფრთხე. და ეს ძალიან დიდ ფასადაც უჯდება ისრაელს, როცა სურს პასუხი გასცეს იმ ირანის მარიონეტულ დაჯგუფებებს, რომლებიც რაკეტებსა და დრონებს უშვებენ მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებზე. ვითარება ვითარდება. დიდი მადლობა. აქ უნდა დავასრულოთ, მაგრამ ყოველთვის ვაფასებთ თქვენს დროს. ელჩი ჯონ ბოლტონი, პირდაპირ ეთერში ვაშინგტონიდან. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან რანდაუმში. გმადლობთ.